მართლა ჩვენი 10 თვიანი სარეგისტრაციო ეპოქა. გაგიხარდათ? კი, გაგვიხარდა ის, რომ სისტემას ვაჯობეთ. იმიტომ რომ ბიუროკრატია მთელი აი ამ 10 თვის განმავლობაში ცდილობდა ეპოვნა რაღაცა აბსოლუტურად თითთან გამოწვეული მიზეზები იმისთვის რომ გაეჯანჯლებინა და ყველაფერი ცადეს, არ ვიცი, როდესაც დადგება უკეთესი დრო, ამაზე ალბათ ერთი ცალკე რაღაცა პატარა მოთხრობა უნდა დავწერო, რა ხდებოდა, ხო? აბსოლუტურად აბსურდული რაღაცები. გუშინავ საუბრობდი ამაზე რუსთაველზე, ჩვენი ანგარიშგების დღე გქონდა საზოგადოებასთან იქ და აი წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა. აი როლს რაში ხედავთ? აი თქვენს ადგილს რაში ხედავთ? აი ეხლა რას ფიქრობთ? რა არის მთავარი, რაც უნდა აკეთოს ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ, ძალიან კარგმა გუნდმა, საინტერესო ადამიანებმა? ჩვენ ადგილს ხედავთ ბრძოლაში, ხა ქართული ოცნება რა თქმა უნდა ცდილობს რომ მოკლას პოლიტიკური პროცესი, საპარლამენტო კანონშემოქმედებითი პროცესი და ასე შემდეგ ეს გასაგებია რომ გაჩერებული და დამთავრებული ამბავია ამ არალეგიტიმური პარლამენტის პირობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს პოლიტიკის სიკვდილს. პირიქით, ჩვენ რასაც ვხედავთ და მე რასაც განვიცდი და ვგრძნობ ჩვენი საქმიანობის განმავლობაში, ეს არის ის, რომ საქართველოში იბადება სრულიად ახლებური პოლიტიკა, მათ შორის ახალ პოლიტიკურ პარტიებსა და ახალ პოლიტიკოსებთან ერთად, იმიტომ რომ ქართული ოცნების ამოცანა არის ერთი, ჩვენი ამოცანა არის მეორე. ჩვენ რაში ვხედავთ ჩვენ კონკრეტულ როლს და მისიას. პირველი, ჩვენ უნდა შევქმნათ და გავაძლიეროთ ძლიერი ახალი პოლიტიკური ოჯახი საქართველოში. დღეს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელსაც სურს რაღაც თვისებრივად ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაინახოს ახალი პოლიტიკური. ამას შესთავაზებთ? ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას, აი რა იქნება ახალი თქვენთვის და ლევან, იცით რა უნდა მეკითხა? პარტიების აკრძალვა ზოგადად თქვენთვის, აი ნიკა მელია მაგალითად ამბობს, რომ ესო ერთგვარად პარტიული ტყვეობისგან ხსნაც არისო და ეხლა სხვა დრო დადგა დისიდენტობის დრო დადგაო. პარტიების აკრძალვა ერთგვარად არის თქვენთვის მეტი შესაძლებლობა აი ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის? მე ამას ასე არ უყურებ. მე არ უყურებ ამას ისე, რომ ეხლა ვიღაც აკრძალეს და ამან ჩვენ ასპარეზი მოგცა, ხო, რაღაცნაირად, აბსოლუტურად არა. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას ისინი ვერ გააჩერებენ, იმიტომ რომ შენ შეიძლება აკრძალო რაღაც პოლიტიკური პარტია, მაგრამ ადამიანებს პოლიტიკურ ორგანიზებას ვერ აუკრძალავ ვერანაირად და ის სხვადასხვა ფორმებით გაგრძელდება, თუმცა მე მგონია, რომ იმ პრობლემების დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ არ გქონდა კარგი პოლიტიკური პარტიები. ამიტომაც დავიწყე თქვენ კითხვაზე პასუხი იმითიც, რომ ჩვენ ახალ პოლიტიკურ ოჯახს შევთავაზებთ საზოგადოებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია იმისთვის, რომ იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩვენ ახლა რისთვის ვიბრძვით. ჩვენ ქვეყანაში ვიბრძვით იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური ცვლილება, ხო? წავიდეს ეს უზურპატორთა ბანდა და მის ადგილას მოვიდეს დემოკრატიული გზით არსებული არჩეული პოლიტიკური ჯგუფები ან ადამიანები. კოალიცია. პოლიტიკურ ცვლილებას სჭირდება პოლიტიკური ორგანიზება. და პოლიტიკური ორგანიზების ერთადერთი საუკეთესო შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიები. ამაზე უკეთესი პოლიტიკური ცვლილებისთვის რაც არ უნდა ვილაპარაკოთ. აი ამ ცვლილებას როგორ ხედავთ ლევან ამ ვითარებაში? მე ჩემს მონოლოგში მოკლედ ვისაუბრე იმაზე, რა რეალობა გვაქვს ახლა, ხო, როდესაც აი თქვენ დადიხართ, თითქმის ყოველ დღე ხართ ვიცი რუსთაველის გამზირზე, როდესაც ადამიანებს უმიზეზოდ აკავებენ, სრულიად უმიზეზოდ, აი იმას მიზეზი არ ქვია რისთვისაც ახლა ესენი ადამიანებს იჭერენ და უშვებენ ციხეში. როდესაც აი ასეთი წნეხია საზოგადოებაზე, როდესაც აი ასე რაღაც kusეთყვავენ ამ დრაკონული კანონებით, ამ აკრძალვებით, აი ამდენი ტყუილით, როგორ ხედავთ თქვენ მაშინ, როგორ შეიძლება გადატეხვა ამ ყველაფრის? საკმაოდ ნათლად წარმოგვიდგენია ჩვენ როგორ მივდივართ გამარჯვებამდე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ მოვახერხოთ ქართული ოცნების de facto ჩამოცილება ხელისუფლებიდან და რა წვლილი შეუძლია ამაში შეიტანოს თავისუფლების მოედანმა, ხო? რამდენიმე პირობა არის შესაძლებელი და ამ პირობების დაკმაყოფილებას და შესრულებას სწორედ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზება ჭირდება. მე არ ვაკნინებ სხვა ორგანიზების ფორმებს არანაირად და მე თვითონ მოვდივარ სულ სხვა სექტორიდან, სანამ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, ყველას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ არის რაღაცები, რაც არის პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელი და სწორედ ამას გვთხოვს ჩვენ საზოგადოება, ხო? რა არის ეს და რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? თავისუფლების მოედანი. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ჩემი აზრით, რაც დღეს საზოგადოებას აქვს,
არის ის, რომ გასაგებია გავიგეთ, რომ ოცნება არ მოგწონს. მაგრამ რა არის, ვინ არის ალტერნატივა, ხო? მე მგონია, რომ თავისუფლების მოედანი არის სწორედ ასეთი ალტერნატივა, არის უკვე თუ შეიძლება რომ იყოს ასეთი ალტერნატივა. და გახდება. ჩვენ კიდევ მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, კიდევ მეტი ადამიანი უნდა გავიცნოთ, მეტ ადამიანს უნდა შევხვდეთ, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ თავისუფლების მოედანი არის ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა, რომელსაც არაფერი საბოდიშო არავისთან არაფერზე არ აქვს, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი კომპონენტი. საზოგადოებას ასევე ჭირდება კიდევ პასუხები სხვა კითხვებზე, რომლებიც მას აქვს და ასევე არის საჭირო, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს უფრო მეტად აქტიურად წინააღმდეგობასა და აი ამ პოლიტიკურ პროცესში. ხომ, ამიტომ არის რომ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არა მხოლოდ იმაზე, ვინ უნდა შეიცვალოს, არამედ ასევე იმაზეც, როგორ უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვისაუბრია ამაზე, თქვენ გქონდათ რამდენიმე პუნქტიანი ხედვა ამასთან. ამ ხედვას მიუყვებით ჩვენ და მიგვაჩნია, რომ ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს. წარმატება უნდა გისურვოთ მაგ საქმეში, ლევან, არის ჰორიზონტზე ყოველ შემთხვევაში საუბრები იმაზე, ძირითადად ოპოზიციურ ფლანგზე აცხადია ეს, იმაზე, რომ დაშვება იმისი, რომ შესაძლოა იყოს ვადამდელი ახალი რიგარეშე არჩევნები. თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას? თვლით თუ არა, რომ ეს შესაძლოა მართლაც ასე მოხდეს და მიიღებთ თუ არა ასეთ არჩევნებში მონაწილეობას? არა მხოლოდ დაშვება, მე დარწმუნებული ვარ, რომ მივახწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით. ხომ, ამ ბრძოლის სამოცანა რა არის? ორი მოთხოვნა გვაქვს, ხო, ძირითადად. ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხომ, აი ეს ორი მთავარი ამოცანაა, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება. ეს არ გამორიცხავს, რომ კიდე რაღაცები შეიძლება დაემატოს ან მომავალში რაღაც მოთხოვნა შეიცვალოს, მაგრამ ეს არის და მე მჯერა ამ ბრძოლის წარმატების და მჯერა ასევე იმისა, რომ მათ მოუწევთ ახალი არჩევნების დანიშვნა. ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილება ამაზე, როგორ მიიღებ მონაწილეობას, მიიღებ თუ არ მიიღებ, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, რა პირობებში ხდება აი ამ ახალი არჩევნების დანიშვნა. ამის არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. ამის წინასწარ-თქმა რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ არჩევნების დანიშვნა არის ჩვენი საერთო წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამოცანას მივახცევთ. კი ბატონო, ძალიან კარგი. და ერთი კითხვაც მაქვს 2 წუთი და შეგვიძლია ამ კითხვაზეც პასუხი გავცეთ. მე არ მომისმენია, შეიძლება მე გამომრჩა, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება არაბებისთვის მიწების გადაცემის თუ მიყიდვის თუ როგორც არის უпроსორად გადაცემის თაობაზე, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ? დღეს კობახიძისგან მოისმინეთ თუ არა ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც არის საზოგადოებაში და რა თქმა უნდა უსაფუძვლო არ არის ის სიფრთხილე შიშები, რომელიც არსებობს. ეს ვერ მოვიცალე კობახიძის მოსაცმენად და რაღაც დროს მოვახერხებ მაგას. მაგრამ რაც შეეხება ამ არაბულ ინვესტიციებს, ჩვენ მეტის ტყეპარკშიც ვიყავით, კწანისის წასულები, რათა გვეჩვენებინა ადამიანებისთვის თუ სინამდვილეში რაზე არის საუბარი, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ასეთი რა. ჯერ ერთი არანაირი გარიგება არ უნდა იდებოდეს ხალხის ზურგს უკან. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება არის აბსოლუტურად კორუმპირებული პოლიტიკური პარტია, რომლის მთავარი მათი სალოცავი არის ფული. მეტი არაფერი. ვის ინტერესს ხედავთ, როდესაც აი ასე გამალებით ცდილობენ რეკლამირებას, კორუფციის, ფულის შოუნის, გამდიდრების ნებისმიერ ფასად. აი ხედავთ ივანიშვილის ინტერესს კონკრეტულად, გახსოვთ როგორ შეხვდა იმ არაბ შეიხს. ივანიშვილის ინტერესი რო საერთოდ არ იქნებოდა ეგ პარტია, ხო, ეს არის სრულიად დაქვემდებარებული ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებზე, რომელსაც ის არც მალავს, ხო, რომ მისი მთავარი საკითხი არის მათ შორის პრობლემები დასავლეთთან, ამერიკასთან, ევროპასთან, მის ფულს უკავშირდება რა, მართლა მსოფლმხედველობითი ის კი არა აქვს რაღაცა პოლიტიკური რაღაც სხვა ამათ ალაპარაკებს ამ deep state-ზე და რაღაცეებზე, თორემ ძირითადად არის ფინანსური ინტერესი. ერთი, ანუ რომ არ შეიძლება ზურგს უკან ხალხის ზურგს უკან გარიგებების დადება და ისეთ რამეზე არ შეიძლება, რომელიც არ ეკუთვნის ქართულ ოცნებას. ეს ტყეპარკი არის ყველასი ჩვენი ეროვნული საგანძურები. ისევე როგორც გონიოს ის არაჩვეულებრივი სანაპირო. თავის რაღაც იმაში პოლიტიკურ თუ ფინანსურ რაღაცებში ახურდავენ. ეს ერთი. მეორე, ქართული ოცნება ასეთ სულ გარიგებებში არ უნდა შევიდეს, იმიტომ რომ ის არის კორუმპირებული, რაღაცას წაგვართმევს, რაღაცას გააფუჭებს, ხო? და მეორე, საზოგადოების ჩართულობის გარეშე ასეთი მესამე, საზოგადოების ჩართულობის გარეშე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება
არ შეიძლება და მეოთხე ვიტყოდი იმას, რომ ეს ტყე-პარკი არ არის დასათმობი, იქ არ შეიძლება ესეთი აბსურდი. წარმოიდგინეთ, რას ეუბნებიან თავის ამომრჩევლებს. ტყე-პარკში ავაშენებთ корпуსებს და მეტი ტყე გექნებათ. აი, ესეთი დამოკიდებულება აქვს თავის ამომრჩევლებთან და ესეთი შეურაცხყოფელი სიტყვებით კი არა და მიდგომებით ლაპარაკი არის აბსოლუტურად მიუღებელი რა. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება, ის ჩვენი სახელით ვერ დადებს გარიგებებს და ხალხის ზურგს უკან შეთანხმებები არის ხალხის მოტყუება და ამის წინააღმდეგ ჩვენ ვიბრძოლებთ. ლევან, ძალიან დიდი მადლობა.